ჩვენ გავიმართებთ და ვიცით აიგებს საწვავის ფასი. საწვავის ფასის დაკლება იცით, ხო თქვენ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს პროდუქტის გაიარება, გადასახადის დაკლება ვაფშე. შემდეგი საკითხი ჯანდაცვა. ჯანდაცვა ხალხო იქნება უფასო. ნებისმიერი მკურნალობა საავადმყოფოში მიხვალ თუ არა? საავადმყოფოში მიხვალ თუ არა ხალხო? ყველანაირი მკურნალობა, ყველანაირი ოპერაცია ჯვარი ხდება თუ ყველას. მათ შორის გულსის ძარღვთა, რეანიმაციაში ყოფნა, ონკოლოგიური დაავადებები, სულ ყველაფერი ეს იქნება. აი, ეს არის სოფლის მეურნეობის სფეროზე დაყენება. ხა თქვენ უშუალოდ ამასთან კავშირში ხართ. ბაზარში ვართ ახლა ჩვენ და აქ სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდება. სამწუხაროდ უმრავლესობა არაა ქართული. ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი რომ საქართველოში ჩაიდოს $1 მილიარდი ყოველწლიურად სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ახლა ესაა ფანტასტიკური ფული და ციფრი. იძინა ივანიშვილი აპირებს გააკეთოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, სადაც ყოველწლიურად $1 მილიარდი ჩაიდება. რას ნიშნავს ახლა ეს ჩემი თვითონ? ეს ნიშნავს რომ წელიწადში ყოველ წელიწადს 1000-ზე მეტი საწარმო გაიხსნება. გადამამუშავებელი მრეწველობას გულისხმობს. ეს არის საკონსერვო ჩაბარების, სათესლე, სანერგე, შენახვის, საშრობის, MPS-ების სისტემა, გახსოვთ სატრანსპორტო მოცულობა. მე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ასევე და ყველასთვის. ქვეყანაში შემოვა უპროცენტო ძელვადიანი სესხების სისტემა. ანუ დღეს ძალიან ბევრ თქვენთაგანს გააქვთ სესხები ბანკების, იმ ბანკებს სახელმწიფო აღჭობს და ბანკები თქვენ გახჭობთ და პროცენტების გადახდაში მიდის ნერვებიც, შრომაც, წყლებით, ფულით, შრომისა ოფლი და რა ვიცი, ყველაფერი უბედურება გჭირს ამასთან დაკავშირებით. უპროცენტო სესხი რას ნიშნავს? ანუ რამდენსაც გამოიტანთ ფულს, იმდენს დააბრუნებთ 10, 15, 20 წლის განმავლობაში. გრძელვადიანი სესხები ქვია ამას უპროცენტო. იძინა ივანიშვილი აპირებს ამ სისტემის შემოღებას. ანუ ნებისმიერ თქვენთაგანს რაიმე საქმის გაკეთება თუ გინდათ, რაიმე პროდუქტის შეძენა გინდათ, მაღაზიის გაკეთება გინდათ, საწყობი იქნება, სამრეცხავი იქნება, საპროფილაქტიკო, ნებისმიერ რამდენი რამეა გასახსნელი, ხო? არაფერი არა ამ ქვეყანაში. ამაში თქვენ ფულის უკმარისობა არ გექნებათ, ქართული სახელმწიფო დაგეხმარება თქვენ, რომ ფული გამოიტანოთ და მშვიდად წყნარად 10, 15, 20 წლის განმავლობაში დაისტუმროთ ნელ-ნელა ისე, რომ არ თქვენ მოგაკვდეთ და არ თქვენ შვილებს არ მოგაკვდეთ. ბოლომდე იყო მშვიდობა. ანუ მოგეწონათ ეს. ნამდვილად მომეწონა. ამის ნახევარი პროცესულდეთ ძალიან მაღალი. მე იმედი მაქვს. ძალიან იმედი მაქვს. ორი ვაჟის გამოვიდა უმუშევრები. მე აქ უნდა ვიყო სოფელმა და იმუშავა იქნა. საკონელი იქნება, ხათამი იქნება, გამოვიდა მივაწვდი ქალაქს.